კურიერის სტიქიის ზონაშია კადრები, რომლებიც დღეს ჩვენ ექსკლუზიურად გადავიღეთ კარგად ასახავს ჩამოწოლილი მეწყლის მასშტაბს და საფრთხეს, რომელსაც საბედნიეროდ ათეულობით ადამიანი გადაურჩა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები ღამის 3 საათზე განვითარდა. ტერიტორია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა, რადგან მიწა ამ წუთებშიც მოძრაობს და ამიტომ მცურავი ფერდობი მთლიანად რისკის ზონაა. დანგრეულია 5 სახლი, 45 ოჯახი ევაკუირებულია, დაზიანებულია სოფლის სასაფლაოც. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ნაპრალი 5-დან 10 მეტრს აღწევს, სიგრძით კი ათეულობით მეტრზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ფერდობი აქტიურ მოძრაობაშია. მიწა ჩამოწვა სოფელშიც და საავტომობილო გზაზეც, ამიტომ ქუთაისი ტყიბული ამბროლაური საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულმა შტაბმა უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოების სტიქიის მიზეზი შესაძლოა იყოს ხანგრძლივი ნალექი და წყლით გაჯერებული ნიადაგის გეოლოგიური არასტაბილურობა. თუ ძლიერი წვიმები გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ მიწა კვლავ დაიძრას, თუმცა მთავარია, რომ სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაყვანილია და ტერიტორია სრულად კონტროლდება. სოფლის შესასვლელები წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული და იქ მაშველებისა და გეოლოგების გარდა შესვლის უფლება არავის აქვს. ამის მიუხედავად დღეს კურიერმა სტიქიის ზონაში შესვლა მაინც მოახერხა, რა გადაიღო რუსთავიორმა, რა ნახა ადგილზე ჩვენმა ჯგუფმა და რამდენად დიდია ჩამოწოლილი მიწის მასა. თამარ თათარაშვილი ამ წუთებში უკვე სოფელ კურსებთან იმყოფება. კურიერის კამერის ობიექტივში მოხვდა საკმაოდ მძიმე კადრები. დღეს ჩვენ შევძელით, რომ შევსულიყავით უშუალოდ სოფელში, სტიქიის ეპიცენტრში და გვენახა იქ არსებული ვითარება და მოცემულობა. რამდენიმე წუთი დავყავით უშუალო ტერიტორიაზე, რადგან ჩვენი მაყურებლისთვის აღვებეჭდა ყველა კადრი, რომელსაც თვალსადევნებთ და უნდა ითქვას, რომ ვითარება არის საკმაოდ მძიმე. ამ ყველაფერს თან ახლავს ის მუდმივი ხმაური, რომელიც ისმის უშუალო ტერიტორიაზე. ეს არის თანმხლები ხმა, რომელიც თანსდევს მუდმივად მეწყრული პროცესების განვითარებას, განსაკუთრებით მიწის თუ ფერდის ჩამოშლას. ვითარება, როგორც აღვნიშნეთ, არის საკმაოდ მძიმე. გარემოსანობრივმა სააგენტომ გაავრცელა ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაცია და უნდა ითქვას, რომ მეწყრული პროცესები სოფელში დაიწყო გამთენიისას. მეწყერმა მოიცვა 58 ჰექტარი და 40 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 10 სახლი არის სრულად განადგურებული. მიწასთან შეიძლება ითქვას, რომ არის გასწორებული და მის აღდგენაზე ან განახლებაზე საუბარი არის ზედმეტი. აქ არ ვსაუბრობთ ან ინფრასტრუქტურულ ზარალზე, ან თუნდაც საავტომობილო გზის დაზიანებაზე. ეს ადამიანები ბუნებრივია დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თუმცა საბედნიეროდ მათ სიცოცხლე საფრთხე არ შექმნია, რადგან მათ დროულად შეძლეს სტიქიის ცენტრიდან გამოსვლა. მეხანძრე მაშველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ადგილზე მობილიზებულები და ამ დროისთვის 45 ოჯახი არის უკვე ევაკუირებული და ისინი შესაბამისად გადაყვანილები არიან დროებით სასტუმროში. ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან გეოლოგები. სწორედ მათ უნდა დადონ პირველადი დასკვნა, გასცენ რეკომენდაცია, შეაფასონ სიტუაცია, თუ რამდენად არის მოსალოდნელი, რომ კვლავ გაგრძელდეს მეწყრული პროცესები, განვითარდეს მეწყრული პროცესები და ამის შემდგომ უკვე მათი რეკომენდაციის შემდეგ გვეცოდინება, შეძლებენ თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ სოფელში შესვლას. მანამდე სოფლამდე მისასვლელი ყველა გზა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არის გადაკეტილი, ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც სიტუაციას და ვითარებას აკონტროლებენ. დანგრეული სახლები, მიწის ნაპრალები ეზოებში და წაქცეული ხეები. ასე გამოიყურება სოფელი კურსები ახლა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში 5 საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. დაზიანდა ავტომობილები და გზები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა დროულად მოახერხეს. ევაკუირებულია სულ 45 ოჯახი. სტიქიის ზონაში კურიერის გადამღები ჯგუფი შევიდა. ასე გამოიყურება მეწყერის შედეგად დაზიანებული ტერიტორია. არასასიამოვნო ხმები, შრიალი, რაღაცა მტვრევის ხმა. ადგილობრივებმა კი კურიერთან მძიმე ღამის დეტალები გაიხსენეს. მეწყერის სოფელში დაახლოებით ღამის 3 საათზე ჩამოწვა. მაშინ, როცა ყველას ეძინა. მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი მეწყრული პროცესების დაწყებისას სწორედ უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. იყო ისეთი საშინელი რაღაცა აბაზრზედი ხმა, რომ უკვე უნდა გაიქცე ეგეთი სიტუაცია. ჩავხტით მანქანაში და გამოვიქეცით. სახლები დაინგრა და მსხვერპლი არ არის თავარია. მთელი გექტრობით ამიტა წამოღებული. მე ისმოდა რაღაც საშინელი ხმა, მაგრამ ამასთან ერთად იყო ქარი. რაღაც საშინელი ქარი. ხო და ვეღარ იმავსკენ. მე ისმოდა თითქოს
ჩვენ თავზე ტყეებია, რომ თითქოს ინგრეოდა. შეშას ვინმე ჩეხავდა, ასეთი ხმები მოდიოდა. და ზემოდან მოდიოდა ღვარცოფი. მაშველებიც მოვიდნენ და მასთან მაშველებმა ვიშველენ და გამოგიყვანენ იმათმა. ევაკუირებული მოქალაქეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტყიბულსა და ქუთაისში დროებით სასტუმროებში გადაიყვანა და პირველადი მოხმარების ნივთებით მოამარაგა. მოგეხსენებათ, რომ შექმნილი არის საგანგებო შტაბი. ჩვენ მუშაობთ სიტუაციის მოკვლევაზე. ჩვენი სამომავლო სამოქმედო გეგმა განისაზღვრება უკვე გეოლოგიური პირველადი დასკვნის შემდეგ. ამ დრომდე გეოლოგები მუშაობენ ადგილზე და ველოდებით მათ დასკვნას. ყისიერად მოხდა რეაგირება, მოსახლეობა გამოყვანილია უსაფრთხოდ, უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების შესაბამისად და დამხმარე მედიკამენტებით, დასაყოფაცხოვრებო ნივთებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელიც ყისიერად ახდენს რეაგირებას, ასევე შექმნილია შტაბი, სადაც ისახება შემდგომის პრევენციული ღონისძიებები. სტიქიის ზონაში დილიდან ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე აკვირდებიან რეგიონული განვითარების მინისტრი და მისი პირველი მოადგილე. შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ გეოლოგების მიერ იდენტიფიცირებული მთლიანი ფართობი არის დაახლოებით 58 გექტარი, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები. გეოლოგები გააგრძელებენ დღეს-ღამე ისევ მუშაობას და უმოკლეს ვადებში ველოდებით, რომ გვექნება უკვე სრული შეფასება არსებული მეწყრული პროცესების, რათა უკვე კონკრეტული სამუშაოები, კონკრეტული გეგმა იყოს დასახული სახელმწიფოს მხრიდან. სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება. სოფელ კურსებში რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ გეოლოგებიც. სწორედ მათი პირველადი მონაცემების შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები და ზუსტად რამდენია ზარალი.